ჩვენ სიცოცხლე გვიყვარს და ხვალინდელ დღე არ ვიცით როგორ იქნება, მაგრამ ერთი რამე დანამდვილებით იცით, რომ უნდა მოვასწროთ სინანული და ვერ ვასწრებთ, უნდა მოვასწროთ ქრისტესთან ერთობა და ვერ ვასწრებთ და ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრება თვალსა და ხელშუა გველება. ჩვენი ვერდებით, ამით ასაკში შედის ხედავს, რომ როგორ ჭკნება, როგორ ჭაღარავდება, როგორ რაღაცები ვეღარ მუშაობს ისე კარგად, გესმით, ენერგიის აღდგენა არ ხდება, აშკარად სიკვდილისკენ მიდის ადამიანი, ამას გძნობს, ეს კარგია, ცუდი კი არ არის, იმიტომ რომ ადამიანი როს ბავშვით ენერგიით სავსე იყოს, ხო და ვერ იგრძნობს სიკვდილს, ისე მოუახლოვდება და არ დაფიქრდება სიღრმისეულად, რომ ეხლა პასუხი უნდა აგოს ცოტა ხანში. ამიტომ ჩვენ გძნობთ ჩვენ საკუთარ ხრწნას. ადამიანი ცოცხლად იხწნება, უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ ესეა, მუდამ ხდება ნივთიერებათა ცვლა, მუდამ მკვდებიან ჩვენში უჯრედები, იბადება ახალი უჯრედები, მაგრამ ასაკთან ერთად უფრო მეტი კვდება, ვიდრე იბადება და ამიტომ ჭკნება ადამიანი. ანუ ჩვენ ვხედავთ საკუთარი თავის ხრწნას, ჯერ კიდევ ცოცხალ. ესეა, ეს მოცემულობაა, ამას ვერაფერს ვერ უზავ. კბილები გძვრება თავი, თვალები ვეღარ ხედავ, ასე შემდეგ. მაგრამ აი პავლე მოციქული გვეუბნება მეორე კორინთელთა ეპისტოლეში, რომ ნუ გავიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხწნება, ნუ გეშინიათ. დღითი დღე ახლდება შინაგანი. და თუ შინაგანი არ ახლდება, ქრისტიანობაც ეგ არის, ზუსტად რომ გარეგანი რო იხსნება, შინაგანი უნდა განახლდებოდეს და ამიტომ აი 100 წლის მოხუცებულობაში რომ ან უკიდურეს უძლურებაში ლოგინად ჩავარდნით ჩვენ ვიცით წმინდათა ცხოვრება, უკიდურეს უძლურებაში იყვნენ. ლოგინად ჩავარდნილები სასწაულებს ახდენდნენ, თვალებში სიხარულის ნათელი ჰქონდათ. რატო კაცო აგე ვეღარ მოძრაობს, უკვე ლამის პარალიზებულია, იმიტომ რომ შინაგანი განახლებული აქვს. ამიტომ დიახაც ჩვენ არ გვეშინია არანაირი განსაცდელის, ავადმყოფობის, მათ შორის სიბერის, გარდაცვალების, ხრწნადობის, იმიტომ რომ ჩვენში შინაგანი განახლების პროცესი მიმდინარეობს, ესე იგი მუდამ და ის არ ჩერდება, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ.